2018 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრამდე ჰელსინკიში ერთი თვით ადრე ჯეფრი ეპშტეინი, რომელიც ბრალდებული იყო სექსუალურ ძალადობასა და ექსპლუატაციაში, უკავშირდებოდა წარმომადგენელს ევროპაში, რათა შემდგომ ის დაკავშირებოდა რუსეთის წარმომადგენლობას შეხვედრამდე ერთი თვით ადრე. ვფიქრობ, შეგიძლიათ შესთავაზოთ პუტინს, რომ ლავროვს შეუძლია ჩემგან გარკვეული ინფორმაცია მიიღოს. დონალდ ტრამპის შესახებ არის საუბარი, წერდა ეპშტეინი 2018 წელს ივნისში წერილს ნორვეგიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ტიორნბორნ იანგლანდს, რომელიც მაშინ ევროპის საბჭოს თავმჯდომარე იყო. საპასუხოდ იანგლანდმა მისწერა, რომ მეორე დღეს ხვდებოდა სერგეი ლავროვის თანაშემწეს და რომ შესთავაზებდა ეპშტეინთან დაკავშირებას. უცნობია, შემდგომ შედგა თუ არა ეს კავშირი და რაიმე ტიპის შეხვედრა ეპშტეინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რომელიმე წარმომადგენელს შორის. თავის მიმოწერაში ეპშტეინი ასევე ყვება, რომ კომუნიკაცია ჰქონდა გაეროში რუსეთის მუდმივ წარმომადგენელთან ვიტალი ჩურკინთან. ჩურკინი გარდაიცვალა 2017 წლის თებერვალს. როგორც თავის მიმოწერაში ეპშტეინი წერს, ჩურკინი შესანიშნავი იყო. ჩვენი საუბრების შემდეგ მისთვის გასაგები გახდა ტრამპი. ეს არ არის რთული, საჭიროა ის დაინახო, რომ მიხვდე რა მარტივია. კითხულობს დოკუმენტში, რომელსაც ავრცელებს როგორც გამოცემა პოლიტიკო, ასევე პლატფორმა X-ზე ავრცელებს ღია წყაროების მონიტორინგის სამსახური. ამჟამად პლატფორმა X-ი სავსე არის ამ მიმოწერებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ აიტვირთა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ვებ-გვერდზე 20,000-მდე წერილზე არის საუბარი და მასში რამდენჯერმე არის ნახსენები დონალდ ტრამპის. სწორედ წერილის ეს ნაწილები გამოაქვეყნეს დემოკრატებმა და ამჟამად მიმდინარეობს საუბარი, როგორი ტიპის იყო კონკრეტულად კავშირი დონალდ ტრამპსა და ჯეფრი ეპშტეინს შორის. გარდა ამისა, ამავე მიმოწერაში ეპშტეინი განიხილავს ტრამპისა და პუტინის ამ შეხვედრას, რომელიც 2018 წელს შედგა ჰელსინკიში, რუსებს ტრამპზე რამე აქვთ. დღევანდელი დღე საშინელი იყო მისი სტანდარტებითაც კი. წერს ეპშტეინი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ფინანსთა მინისტრს ლარი სომერს, რომელსაც ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯეფრი ეპშტეინს ბრალად ედებოდა სექსუალური ძალადობა და არასრულწლოვნების ექსპლუატაცია. გამოძიების ვერსიით, ძალადობის მსხვერპლები იყვნენ არასრულწლოვნები, რომელსაც შემდგომ ჯეფრი ეპშტეინი გადასცემდა გავლენიან ადამიანებს. დაკავების შემდგომ ცნობილი გახდა, რომ ჯეფრი ეპშტეინმა ოფიციალური ვერსიით საპატიმროში თავი მოიკლა. აღსანიშნავია ის, რომ წინა საარჩევნო პერიოდში დონალდ ტრამპის გუნდი აცხადებდა, რომ არსებობდა ეგრეთ წოდებული სია, ეპშტეინის სია, სადაც ჩამოთვლილი იყო გავლენიანი ადამიანები, რომლებიც იღებდნენ არასრულწლოვნებზე ძალადობაში მონაწილეობას. ტრამპის გუნდის წევრები აცხადებდნენ, როდესაც გახდებოდა ტრამპი პრეზიდენტი, შემდგომ გამოქვეყნებოდა ეს სია, თუმცა მიმდინარე წლის ივლისში FBI-ში განაცხადეს, რომ ვერ იპოვეს ვერანაირი მტკიცებულება იმის, რომ მსგავსი სია არსებობს, თუმცა გამოძიება, გამოკვლევა ამ საკითხის კვლავ მიმდინარეობს. დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეპშტეინის ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია იყო საკმაოდ ცნობილი, მათ ჰქონდათ ერთმანეთთან კავშირი, არსებობს ფოტოები და ვიდეო მასალა, სადაც ისინი სხვადასხვა მიღებაზე იმყოფებიან ერთად, თუმცა დონალდ ტრამპი და მისი გუნდის წევრები აცხადებდნენ, რომ მრავალი წლის წინ მათ შორის ურთიერთობა გაფუჭდა და რომ დონალდ ტრამპმა ჯეფრი ეპშტეინს მარ-ლაგოს რეზიდენციაშიც კი შესვლა აუკრძალა, რადგან როგორც ტრამპი ამბობს, მარ-ლაგოს სპა ცენტრიდან ის გოგონებს ჰპარავდა.